მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით. ეს არის 300 სპეციალი. სხვა YouTube არხები თუ იღებენ რაღაცა 50,000-იან, 10,000-იან, 20,000-იან, 100,000-იან სპეციალებს, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გადავიღოთ 300-იანი სპეციალი სპეციალურად. იმიტომ რომ ძალიან რთულია ზოგადად გამომწერების მოგროვება. აქ გამოფენილი მაქვს, ასე ვთქვათ, რამდენიმე ლეგო, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ავაწყე. და რომლებიც ძალიან მიყვარს. ზოგი მათგანი ვიდეო არ არის, მაგალითად, არც ამის არ არის, არც ამ ნივთის აწყობის არ არის, მაგრამ დანარჩენების არხზეა და ეგიძლიათ უყუროთ. როგორც ხედავთ, სტილისტიკას შევცვალეთ თაუნმეილების, უფრო ფენტეზი ჟანრში გავაკეთეთ. და ვცდილობთ, რომ ყოველ შემთხვევაში, რომ ნელა დავიხოცო და უფრო განვითარდე. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი არხი გამოიწერა. ამ ეტაპზე, ამ არხზე ყავს 305 გამომწერი. ეხლა არის 2025 წლის 15 აპრილი. ნახოთ ერთი წლის თავზე რამდენი გამომწერი მეყოლება მე. სხვა რა გითხრათ. ყველანი მიყვარხართ. რა თქმა უნდა ვიცი რომ ამ ვიდეოს ბევრი ისე არ ნახავს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ეს ვიდეო უფრო სპეციალია და სპეციალი შემთხვევაში გულისხმობ უფრო სამადლობელი. გონია რომ რაღაც რაოდენობაზე ასე თუ ისე ნახვები, 200 ნახო, არა, პროსტ ნახო, უნდა დადოს უეჭველი. დაჟე მოდი 300 გავეთამაშოთ, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება. ასევე მინდა რომ გავათამაშო ლეგო, მაგრამ ჯერ ვარ ძალიან ცოტა. რო თქვა რომ აი კომენტარებში დაწერეთ და რენდომაიზერით ამოვარჩევ, იქნება სრული უაზრობა, იმიტომ რომ კომენტარებში ისევ ჩემი მეგობრები წერთ, ამ არხს ისედაც ჩემი მეგობრები გაქვთ ასე ვთქვათ გამოწერილი და უყურებთ, ასე რომ რამეა პირდაპირ გვიძლია ერთმანეთში როგორმე მოვგვარდეთ და ისე მოგდეთ ისის რა ქვია ლეგო და მოდი ესეთი რაღაც ვქნათ. როდესაც ავალ 500 გამომწერზე. ნუ ყველა მიცის ვინც ამ არხს უყურებს, რომ ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. ამიტომაც მაქვს დღეს თუნდაც აგერ მონეტა, რომელიც Euro 2024-დან დაკავშირებით შევიძინე და ძალიან მომაყოფ. და მოდი ეს შეიძლება ბევრს ჰქონდეს 10,000-იანი ტირაჟია, მაგრამ მე მინდოდა ისეთ რამე გამეთამაშებინა თან, თუ სპეციალი იყოს ბარემ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს არ ჰქონდეს. და სწორედ ამიტომ აქ არის, არ ვიცი, ბევრს შეიძლება გახსოვდეს, ჩვენ ბავშვობაში იყო ქარდები ამოდიოდა და ცოტა 20 წლის ასაკის ადამიანებმა შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ესეთი სათამაშო იყო, როდესაც ამას იღებდი და ესე ხელით უნდა გადაგეტრიალებინა თამაშის დროს. მთელი ლოგიკა იყო და ბევრი სხვადასხვა ილეთით ატრიალებდა. და ამაში დევს საქართველოს ნაკრების 9 ფეხბურთელის ქარდი, რომელიც თვლი რომ ჩვენ ქვეყანაში ის უფრო მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე ეს. ეს მე მაქვს ორი ვიყიდე, თავის დროზე ისიც შემთხვევით, ეგრე მოხდა უბრალოდ. ერთი ცალი უკვე მაქვს ჩემ ქარდების კოლექციაში, ამასაც გაჩვენებთ, აი ეს არის ჩემი Euro 2024-ის ქარდების კოლექცია. აი აქ არიან ქართველი ფეხბურთელები, ასე ვთქვათ. ხვიჩა, ჩაკვე, ვინი. აი ახლა გაჩვენებთ ამ ქარდებს, რომ მიხვდეთ დაახლოებით რაზე ვსაუბრობ. აი ეს არის
საქართველოს ნაკრების ქარდები. ხოდა როდესაც ეს არხი ავა 500 გამოწერზე, რომელიც ბევრი არ არის, იმიტომ რომ ამ მომენტში 305 გამოწერი ყავს და 195 გვაკლია, მე გავათამაშებ აი 9 ცალ ქარტს. აი მე შეყვარს. თუმცა ამისთვის ახლა მე იმას არ დავიწყებ, რომ რაღაცა ყველა ვიდეოზე უნდა დააკომენტაროთ და რაღაცა არა ექსტრული უაზრობა და მარაზმი იქნება. როდესაც 900 გამოწერზე ავალ, და 500 გამოწერზე ავალ, ჩავწერ ვიდეოს სპეციალურად გათამაშებისთვის და იქ დააკომენტარებთ უბრალოდ. ძალიან მარტივად. და შემდეგ რენდომაიზერით მაგასაც გადავიღებ. გავათამაშებ აი ამ ქარტებს. მოკლედ, სულ ეს იყო ასთვის რაც მინდოდა მეთქვა. ამ ვიდეოების, ამების აწყობა თუ გაინტერესებთ დევს არხზე, ყველასი, ამათგან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფიგურა არის მაკლარენი. მინდა გითხრათ, რომ ბევრი ლეგო მაქვს, რომლის აწყობაც მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ნახვა რაოდენობა არ ექნება, ამიტომ ვცდილობ, რომ საწყის ეტაპზე მაინც შედარებით პატარა რაღაცეები ავაწყო. თან მოგვეხსენებათ ლეგო ცვირი ღირს და ვცდილობ, რომ როდესაც ერთ პატარას ვიყიდი, რაღაც ამ დიდისთვის, ასე ვთქვათ, გადავდო თანხა, რომ რაღაც პერიოდის მერე უკვე დიდი ლეგოებიც გქონდეს არხზე. ამ ეტაპზე 4 კარგი ლეგო მაქვს გადადებული, მარტივად რო ვთქვა და პატარ-პატარებს ველოდები მოკლედ. რა თქმა უნდა, იქნება არა ლეგოს აწყობებიც, ასე ვთქვათ, ჩინური ლეგოები, რომელსაც აზრი უბრალოდ ის აქვს, რომ გავერთოთ რა და twin-ი გავივარჯიშოთ. მეტი არაფერი. თან უბრალოდ რო ჩავწერო ვიდეო და თქვენ გესაუბროთ, რაზეც მინდა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ეს არხი არის ჩემი, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი. ესე იგი, გათამაშება გითხარით. ყველას დიდი მადლობა. 305 ადამიანს კიდევ ერთხელ დათია რო შეგპირდი. მადლობა ჩემო ძმაო დახმარებისთვის. ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოიწერა. ბევრმა შეიძლება არ იცოდნენ როგორ ვაწერინებ ხოლმე, ასე ვთქვათ, ადამიანებს ჩემ არხს. ზოგს პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემი არხი გამოიწერე, ზოგს მაგალითად ბევრი როდესაც თამაშობ ხოლმე, იქიდან ვაწერინებ ბევრს, ზოგს გუნდის თამაშზე როცა დავდივარ იქიდან, ზოგს ნაკრების თამაშზე, ზოგს მეგობრებში, ზოგს მეგობრის ფეხებში წერო, აი გამოიწერეთ ჩემი არხი თქვა. მოკლედ, ყველა ამ ადამიანს მინდა გითხრათ დიდი მადლობა. ყველანი მიყვარხართ და მალე შევხვდებით. შემდეგ აი თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ უკვე დავიწყე სისტემატიური ვიდეოების დადებაც. ვცდილობ, რომ განვითარდე ეს ვიდეოც 4K რეზოლუციაში იქნება წესით და 60 FPS-ში. ფერების კორექციის მხრივაც ნელ-ნელა განვითარდი. და მოკლედ ვითარდები რა. საკუთარ თავთან მუშაობით ვითარდები. შეიძლება რაღაც კატასტროფა ნახვებს არ ვდებ. შეიძლება კი არა, ფაქტია. მაგრამ მე ვერთობი იმით, რომ ვარ რა. ეს არხი უფრო მეტს და ზოგადად ესეთი სტილის ვიდეოები ბევრი არ უფიქრდება, რატოა კარგი. მაგრამ მენდეთ აი 80 წლის მერე ვხვდებით, რომ თურმე საჭირო იყო. მოკლედ, მიყვარხართ ყველანი და გემშვიდობებით.